პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, მათის მოქალაქეებით შეუერთდნენ, რომლებიც საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდნენ და ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტთან დაკავებული 8 პირის მიმართ გამოტანილ დღევანდელ გამამტყუნებელ განაჩენს აპროტესტებდნენ. მათ შორის იყვნენ დაკავებულთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც. მოთხოვნებია, რომ გათავისუფლდნენ 9 თვის წინ დაკავებული დემონსტრანტები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ვითარება რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც ადგილზე შეკრებილებმა გზის გადაკეტვას სცადეს. სამართალდამცველთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, საიდანაც ცოტა ხნის წინ კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. განცხადება გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.